დავიწყებ მილოცვით, ჩვენს მეგობრებს სამგაბარებას. მართლა რომ თამაშის ბოლომდე მაქსიმუმი გააკეთეს ჩადეს იმისთვის, რომ ამ თამაშში გამარჯვება მოიპოვებინათ. დიდი მადლობა ცდილობებს და მილოცავ ყველა გორის დილას გულშემატკივარს, განსაკუთრებით ფანკლუბს, რომელიც თამაშის განმავლობაში გვერდში გვედგა და ხარს უჭერდა იმის, რომ გორის დილას წარმატებული ყოფილიყო. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ძალიან საინტერესო დაიწყო იქიდან გამომდინარე, რომ სწრაფი გოლი გავიტანეთ. მიუხედავად იმისა, რომ მცველებთან მეკარის უხეში შეცდომით მოხდა ეს ყველაფერი. პირველი ტაიმი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო წარიმართა. რაც თვალშისაცემი იყო, რომ ორივე გუნდი ბრძოლობდა იმისთვის, რომ ეს გამარჯვება მოიპოვებინა. იქიდან გამომდინარე, რომ სატირონო ცხრილი როგორც არის, ორივე გუნდს მაქსიმალურად ესაჭიროებოდა 3 ქულა, რათა უფრო შემდგომ ებრძოლათ მაღალი მიზნებისთვის და შესაბამისად თვითონ თამაშის სურათი პირველ ტაიმში საკმაოდ დაძაბული და საინტერესო იყო. რაც შეეხება უშუალოდ მეორე ტაიმს, რთული თამაში გამოვიდა მეორე ტაიმი. მეორე ტაიმში მოგვიწია სათამაშო სისტემის შეცვლა თამაშიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ჩვენ პირველი ტაიმის თამაშით არ ვიყავით კმაყოფილები. ხოლო რაც შეეხება მეორე ტაიმის 20 წუთს ძალიან კარგად და საინტერესოდ ჩავატარეთ. იყო 1-2 მომენტი, რომლის გამოყენებაც შეიძლებოდა, თუმცა ვერ მოვახერხეთ. ამის შემდეგ უკვე თამაში გათანაბრდა და ორხრივ იერიშებში წარიმართა. საკმაოდ გახსნილი და საინტერესო და ამაზე თამაში გამოვიდა ბოლოს წუთის განმავლობაში. მე ვიტყოდი, რომ ბოლოს ჩვენ გაგვიმართლა და მოვახერხეთ და გოლი გავიტანეთ. რაც ძალიან კარგია, როგორც სატურნო ცხრილის მიხედვით, ასევე ის, რომ ჩვენ შემდეგი თამაში გასვლაზე გვაქვს სათამაშო და ძალიან რთული თამაში ველოდებით წინ და კარგია, როდესაც მოგებულზე შევხვდებით ჩვენ უკვე შემდეგ თამაშს. დიდი მადლობა. მივულოცავ თვითონ კიდევ ერთხელ ფეხბურთზე სამგამარჯვებას. ორი შუქით ახალი ლეგიონერის შეფასება ვთქვათ მიზრანის საინტერესოს. რაც შეეხება მიზრას, მისი პირველი როგორც პირველი საშინაო მატჩი იყო გორელ გულშემატკივრის წინაშე. მე ვიტყოდი, რომ სასტარტო შემადგენლობაში მე დადებითად შევაფასებდი მის თამაშს. იქიდან გამომდინარე, რომ მაქსიმუმ ცდილობდა, ბრძოლობდა, თამაშობდა. საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, დარწმუნებული რომ ეს ფეხბურთელი მომავალში უფრო მოუმატებს, უფრო კარგად წარმოაჩენს თავს და გორის დილას დაეხმარება წარმატების მისწრებაში.